ხამემშვიდობისა ბავშვებო, მე ვარ ნინა მარგველაშვილი. დღეს არის 39 დღე წიგნის კითხვის და დღეს უნდა წავიკითხოთ წიგნი, რომლის სათაურიც არის დროის გასვლასთან ერთად, ხო? ასტრო გადიოდა. წიგნის ავტორი და ილუსტრატორი არის ჟოზე სანაბრია, რომელიც ჟოზე ანხოსე, რომელიც სამხრეთ ამერიკელია, კოლუმბიელი, მაგრამ არგენტინაში მოღვაწეობს და სამნაწილიანი ამბავია პატარა, რომელიც გვიყვება როგორ იცვლება ცხოვრებაში მოვლენები. დროის სვლასთან ერთად წიგნი ჟოზემ მიუძღვნა თავის მამიკოს, მადლობა მინდა გადაუხადა ჩემს მამას ჟოზეს, ჩემს დედას სესილიას და ჩემს ძმებს ალბერტოს და ედგარს, როგორც ჩემ პირველად დახატული გემის მგზავრებს. ის იყო მისი პირველი გემი, რომელსაც დახატა მგზავრები და იყვნენ მისი ოჯახის წევრები და ეხლა უკვე დიდი რა გაიზარდა და ნამდვილ წიგნებს რო აფორმებს და წერს, იქ უკვე მადლობა გადაუხადა მათ. წიგნი თარგმნა ოდრი ჰოლმა. ახლოს ნაწილი პირველი. იყო ერთი გემი, რომელიც მზის გვერდით მიცურავდა და ბორტზე გემში ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები იყვნენ. გამოპრანჭული, დიდარი ხო, რაღაცა დროის გასვლასთან ერთად გემი სავაჭრო კომპანიას მიჰყიდეს. უკვე ხალხი აღარ არის, ხო, უკვე სავაჭროთ იყენებდნენ. და შემდეგ სათევზაო კომპანიას. დროის სვლასთან ერთად გემი მიატოვეს. სრულიად მიატოვეს. ნაწილი 2. იყო და არა იყო რა? იყო ერთი ოჯახი, რომლისთვისაც მზე ყოველთვის ანათებდა. კაც როგორ ჩანს, რომ დიდარი ოჯახია ხო თავისი მსახურებით, ჩაცმულობით. დროის სვლასთან ერთად სიმდიდრე, ფუფუნება და სიჭარბემ ოჯახი გააღარიბა და მათ უფრო პატარა სახლში გადასვლა მოუწიათ. და შემდეგ კიდევ უფრო პატარა სახლში. დროის სვლასთან ერთად ოჯახი მათ აკარგა ყველაფერი, რაც დარჩენილი ჰქონდა. და სხვა გზა არ ჰქონდათ, უნდა იცხოვრათ სოფელში, რომელიც პორტთან ახლოს იყო. იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც ასევე ყველაფერი დაკარგული ჰქონდათ.
ერთ დილით მოვიდა კაცი. მან თქვა, რომ აი ამ სოფლის მიწის მფლობელი ის იყო და იქაური მაცხოვრებლები ყველანი გაყარა. ყველას მოუწია წასულიყო იმ ადგილას, სადაც მზე იყო ნაცრისფერი და არ ანათებდა. ნაწილი 3. იყო და არა იყო რა, იყო სოფელი, სადაც უსახლკარო ადამიანები და მიტოვებული გემი ცხოვრობდა. დროის სვლასთან ერთად, რაც დრო გადიოდა, ადამიანებმა გემის აღმშენებლობა დაიწყეს. იმ კაცის დახმარებით, რომელსაც უყვარდა ზღვა, პატარაობიდანვე და ზღვის და გემების შესახებ ბევრი რამ იცოდა. ერთად მუშაობით ამ კაცმა და თანასოფლელებმა შეაკეთეს გემი, რათა კვლავ ზღვაში ეცურა. დროის სვლასთან ერთად ადამიანებს უყვარდა და ზრუნავდნენ გემზე, რადგან ის მათი ახალი სახლი იყო. მუსიკოსები, გაფორმება, მცენარეები, მზარეულები. იყო და არა იყო რა, იყო გემი, რომელიც მზის გვერდით მიცურავდა. და ბორცზე გემში ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები იყვნენ. ეს იყო დასასრული. მარტივად დაწერილი იყო, ძალიან მსუბუქი, მაგრამ ლამაზი წიგნი, როგორ შეუძლიათ ადამიანებს საკუთარი ცხოვრებიდან გამომდინარე, რაც გაიარეს რაღაც მომენტში ერთად შეკვრა, მუშაობა და მოვლა პატრონობა. იმის, რაც მერე საბოლოო ჯამში მათი სახლი გახდა. მოკლედ, გემშვიდობებით. ძილინებისა ყველას გისურვებთ ტკბილ, მშვიდ, გემრიელ ძილს და სიზმრს.